მას მინდა ერთი საკმაოდ ისეთი განცხადება გავაკეთო, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ეროვნული ფორუმი არ იქნება მოთხოვნადი საზოგადოებაში. ეროვნული ფორუმის ლიდერები არ იქნებიან კიდევ მეორე ვთქვათ აქტუალური ქართული საზოგადოებისათვის და ბარიერი ვერ გადალახა ეროვნულმა ფორუმმა. ამ შემთხვევაში სრული პასუხისგებლობით მინდა გითხრათ, რომ ეროვნული ფორუმი ალბათ გამოაცხადებს თვითლიკვიდაციას, ვინაიდან პარტია, რომელიც იყო ხელისუფლებაში და პარტიამ, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის შემდგომ ვერ გადალახა ბარიერი, ესეთი პარტიების ყოფნა ქართულ პოლიტიკაში მე მიმაჩნია, რომ შესაძლებელია არც თუ სახარბიელო და არც თუ მომგებიანი იყოს. ამიტომ ჩვენ სერიოზულად დავფიქრდებით, რომ არჩევნების შედეგების გაანალიზების შემდგომ სულაც არ არის გამორიცხული, თუ კი წარუმატებლად დამთავრდება ჩვენთვის ეს არჩევნები, გამოვაცხადოთ პარტიის თვითლიკვიდაციას. ან პარტიის საინტერესო განცხადება გააკეთეთ ახლა ჩვენს ეთერში თქვენ. ან პარტიის ლიდერების აბსოლუტურად რეორგანიზაცია. ისე რომ თუ კი კახაბერ შარტავადი ის გუნდი, რომელიც მას ახლავს თან და თვითონ პარტია ეროვნული ფორუმი არ იქნება აქტუალური საზოგადოება, იდეა, რომელიც ამ პარტიას აქვს, არ იქნება აქტუალური საზოგადოებაში, ჩვენ არ ვაპირებთ მარადმწვანე ლიდერები მსგავსად ვიფუნქციონიროთ ქართულ პოლიტიკაში. ავდგები და მარტივად დავიშლებით და ესეც იქნება გარკვეული, ვთქვათ, ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება წარუმატებლობის შემთხვევაში გულისხმობ, აი ასე ვაყენებთ, ესე ვთქვათ, თამასას.